მოგესალმებით, უსაფრთხო კუთხე ისევ დაგიბრუნდათ მორიგი გადაცემით. ვფიქრობ დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ძალიან საინტერესო, ეს არის ადამიანი და არის პროფესიონალი, რომელიც აქამდე გადაცემაში არ ყოლია. ჩვენი გადაცემის შექმნის დღიდან მიჩვეულები ვართ, რომ უსაფრთხო კუთხეში მოდიან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, სფეროს დაფასებული წარმომადგენლები. დღევანდელი გადაცემა იქნება ცოტათი განსხვავებული, გვეყოლება თავის სფეროში ძალიან დაფასებული და ცნობილი ადამიანი, თუმცა არაშრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ტატო ანჯაფარიძე. ტატო, გავკვაცანი შენი რეგალიები, ამ დამაინტრიგებელი შესავლის მერე გითხარი, რა პროფესიის წარმომადგენელი ხარ და რა შედეგები გაქვს საკუთარ სფეროში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, ძალიან მიხარია თქვენ გადაცემაში ყოფნა. მე ვარ ტატო ანჯაფარიძე, ელიტ კატეგორიის ფიტნეს მწვრთნელი საქართველოში, ევროპის მიერ აღიარებული ფიტნეს მწვრთნელი, level 2 რეაბილიტოლოგი და ვსწავლობ რეაბილიტაციას კიდევ და კიდევ. საკმაოდ სუყე რეგალიებია. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენთან სტუმრობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი გვექნება. როგორც ლევანი მახსენა, ჩვენ ძირითადად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები გვყავს ხოლმე, დარგის წამყვანი ფიგურები სტუმრად პოდკასტში და იდეაში ჩვენი სტუმრები პირდაპირ კავშირში არიან ხოლმე შრომის უსაფრთხოებასთან. მაგრამ დღეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ გვყავს თავის საქმეში საკმაოდ ისეთი გათვითცნობიერებული პროფესიონალი, რომელიც ესე შეიძლება პირდაპირ არ იყოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ დიდი კვეთა გვაქვს ჩვენ და რეაბილიტოლოგებს, იმიტომ რომ შრომის უსაფრთხოება იდეაში და სპეციალისტები ვზრუნავთ იმაზე, რომ უბედური შემთხვევების გარდა კიდევ გვაქვს ჩვენს პროფესიულ დაავადებები, რისი პრევენცირებაც არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. შესაბამისად, დღევანდელ პოდკასტში განვიხილოთ პროფესიული დაავადებები და პრევენციის გზები. ტატო, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან პატარა ისტორია გვაქვს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით, შევდექით ამ რელსებზე, შრომის უსაფრთხოებამ ფეხი, ასე ვთქვათ, კარგად მოიკიდა 2019 წლიდან, რაც მივიღეთ ორგანული კანონის შრომის უსაფრთხოების შესახებ და არ იქნება ალბათ ჩვენთვის გასაკვირი თუ გეტყვი, რომ ანატომიის კუთხით გვიჭირს, ანუ ცნობიერება, ისევე როგორც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არის ნაკლები დღეს, დასაქმებულებში გულისხმობ, საზოგადოებაში გულისხმობ, ანატომიის კუთხით, ერგონომიის კუთხით, ტვირთის ხელით აწევა, გადაადგილება, მანუალური სამუშაოები, ძალიან წირი ინფორმაციებია ქვეყანაში და ვფიქრობ, დღევანდელი ჩვენი გადაცემაც პოდკასტის უნდა წავიყვანოთ ისე, რომ შენგან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ავიღოთ. ერთი ესეთი კითხვა მაქვს, ბევრ კითხვას შორის, რაც ეხლა თავში მომდის, როცა უყურებ ტატოს, მისი სფეროდან გამომდინარე, არის ესეთი კითხვა, ჩემი მხრიდან და ძალიან ხშირად ისმევა ეს კითხვა ჩვენს სფეროში, არის თუ არა კონკრეტული წონა განსაზღვრული, რომელსაც დაუწესებთ ჩვენ მამაკაც დასაქმებულს სამუშაო ადგილზე და არის თუ არა ის კონკრეტული წონა, რომელსაც ჩვენ ქალბატონ დასაქმებულებს დაუწესებდით და სანამ შენს პასუხს მოვისმენ, იმასაც გეტყვი, რომ ქვეყანაში გვაქვს რეგლამენტი ტვირთის ხელით აწევა გადაადგილებას. მაგრამ წონები არ არის იქ გაწეული. არ არის წონები გაწეული და ეთანხმები თუ არა შენ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. იქიდან გამომდინარე, რომ ანატომიურად ყველა ადამიანს თავისი შესაძლებლობები გააჩნია, თავის ფიზიკურობიდან გამომდინარე, ამიტომაც აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ აი, მაგალითად, მოდი ორი ადამიანი დავყოთ, ხო? ერთი ადამიანი, რომელსაც კონტურის სისტემა განვითარებული აქვს, მეორე ადამიანი, რომელსაც კონტურის სისტემა არ აქვს განვითარებული და ნულოვანი ადაპტაცია მეორე ადამიანი, ეგრეთ ვთქვათ რა. მიდის ნულოვანი ადაპტაციის ადამიანი სამსახურში, რომელსაც უწევს თქვა 30 კილოგრამის აწევა და ამ დროს 70 კილოგრამს ვერ წევს. და რაც შეიძლება სხვა კუნთებს მიმართავს, ესე რომ ვთქვათ, რომ აი ეს ყველაფერი აწიოს. აი მაგალითად ფეხის კუნთების მაგივრად, ხერხემლის კუნთებს თავს ამ ყველაფერში და ჩვენ კარგად ვიცით, ხო? ნებისმიერი ერთი არასწორი მოძრაობისას ჩვენ თავს ვაზიანებთ. მალთაშუა დისკის დიაქარიზის ზუსტად ერთ-ერთი გამომწვევი პრობლემა და პათოლოგია იმით გამოიწვევა, რომ არასწორი მოძრაობით ჩვენ თავს ვაგდებთ საფრთხეში. მოკლედ, ერთი სიტყვით, კუნთურის სისტემა იმ ადამიანს, ვისაც განვითარებული აქვს, თქვათ, და იცის სწორად აწევა რაღაცა წონის, ის ადამიანი შესაძლებელია იმ ადამიანმა, რომ თავი კარგად გაართვას ამ ყველაფერს, მაგრამ როდესაც ნულოვანი ადაპტაცია მოდის, ჩემი აზრით ეს ყველაფერი კატასტროფას წარმოადგენს, ანუ ეს ჟარგონად რო ვთქვათ რა, ერთი სიტყვით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა.
მარტო ხერხემალს არ ვაზიანებთ ჩვენ ამ ყველაფრით, ხო? ამ ყველაფრით ჩვენ ვიზიარებთ განწყობას. სულ რო ხერხემალს დავანებოთ, პირველი არის განწყობა, ხო? რა თქმა უნდა და ამიტომაც ჩემი აზრით უნდა დააწესონ ისეთი კანონი, ჩემი ავს გულისხმობ როგორც ფიტნეს ინსტრუქტორი, რომ ადამიანს შეეძლოს იმდენი საწევა სწორად, რამდენიც შეუძლია და კონდეს გარკვეული კილოგრამები და უფლებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იყოს წონები დანაწილებული, ეგრეთ რო ვთქვათ, რომ მაგალითად ისიც არ მიმაჩნია სწორად, რომ მაგალითად რაღაცა წონა 50 ჯერ უნდა იყოს ადამიანმა, ეგეც არასწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ ჩვენ თუ პროფესიონალები ვართ რაღაც საქმეში, ისიც უნდა ვიცოდით, რომ გადაღლა ადამიანისთვის პირველი პრობლემა არის რა, სულ ყველაფერს დავანებოთ და ამიტომაც ყველაფერი გასაფრთხილებელია, ლევან, აბსოლუტურად თუ ჩვენ პროფესიულად ვუდგებით ჩვენ საქმეს და აბსოლუტურად უნდა მოვეკიდოთ ჩვენ საქმეს პროფესიულად რა. გასაგებია, საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრე ამ ყველაფერზე და აი პროფესიულ დაავადებებს რო შევეხოთ, რაღაც გარკვეულ სეგმენტებად დავყვათ, მოდი. მაგალითისთვის სამშენებლო სექტორი გვაქვს ჩვენ, გვაქვს ამასთან ერთად შედარებით უფრო დაბალი რისკის სექტორები, მაგალითად როგორც არის საოფისე სამუშაოები. ძალიან ბევრ ადამიანს და მათ შორის ჩვენ მოგვისმენია ეს ყველაფერი ხშირად საოფისე მიმართულებით ვგულისხმობ, რომ არ ჯერათ იმის, რომ საოფისე საქმიანობა ჩვენ ჯანმრთელობისთვის ძალიან ბევრ საფრთხეს შეიცავს. ადამიანს გონია ის, რომ რახან 6 საათი მაგალითად 7 საათი სკამზე ზის, მას და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არა და მე ვფიქრობ, რომ სწორი მანუალური სამუშაოების შემდგომ ბევრად უფრო ნაკლები საფრთხე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის დაზიანების, თუნდაც უფრო მაღალი რისკის სექტორში, ვიდრე დაბალი რისკის სექტორში, როგორც არის მაგალითად საოფისე საქმიანობა. კი, ადმინისტრაციულ საქმიანობაზე დასაქმებული პირებისგან ყველაზე ხშირად გვეუბნებთ დატო, რომ რა უნდა დამემართოს, რაში მჭირდება ტრენინგი. საერთოდ აღნიშნული რეკომენდაციები არასაჭიროა. სტერეოტიპი მართებულია თუ არა? გვემუქრება საფრთხე? რა თქმა უნდა, ჯდომით პოზიციას ძალიან დიდი საფრთხე მოაქვს ადამიანისთვის. პირველი ჩვენ რო დავიწყოთ ეს არის ზოგადად კვება, ზოგადად ხშირად ადამიანები, როდესაც თუნდაც ვარჯიშობენ, ხო, კვებას არ აქცევენ ყურადღებას, არა და სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი წყარო არის კვება. როდესაც ჯდომითი სამსახური აქვს ადამიანს, ხო, ის ადამიანი ხშირად ვერ იმზადებს საკვებს. იმ საკვებზეა საუბარი, რომლებიც არის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ამ ყველაფრით კიდე, ჩვენ ხერხემალს, ჩვენ კუნთებს და ჩვენ ფიზიკურობას ამ ყველაფრით კიდევ არ ვფრთხილდებით, რადგან არ ვიცავთ სწორ კვებას. პირველ რიგში, რაც შეიძლება მინდა ადეკვატური ვიყო ფასტფუდების მიმართ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს, მით უმეტეს, როდესაც ჯდომითი სამსახური გაქვს, უარი თქვით ფასტფუდზე, რადგან ის ანგრევს ორგანიზმს. თქვენ ამით ვერასდროს ვერ განვითარდებით, თქვენ ამით თქვენი კუნთურ სისტემას ვერ განავითარებთ და მით უმეტეს, როდესაც ჯდომითი სამსახური გაქვთ, ისედაც აზიანებთ თქვენ ხერხემალს. აი ხერხემალს შეეხეთ ატო და მოდი ვისაუბროთ სკოლიოზზე და ხერხემლის გამრუდებაზე. აი ჯდომარე პოზამ რამდენად შეიძლება ხელი შეუწყოს იმას, თუნდაც უკვე მომწიფებულ ასაკში, რომ ხერხემალი გაგვიმრუდდეს და სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, პათოლოგიური დაავადებები შევიძინოთ. კარგით, მოკლედ, რამოდენიმე სიტყვით ვისაუბრებ სკოლიოზზე, ანუ ხერხემლის გამრუდებაზე. თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რომ ჩვენი მაყურებელი მიხვდეს თუ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე ერთი სიტყვით, ხო? სკოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება, ანუ დეფორმაციის ყველაზე გავრცელებული სახითაა დღესდღეობით მიჩნეული ეს პათოლოგია, ძირითადად ვლინდება ახალგაზრდებში ეს პათოლოგია. როდესაც ადამიანი ვითარდება, კუნთოვანი სისტემა ვეღარ ეწევა ძვლის ზრდის პროცესს. აქედან გამომდინარე, ეს კუნთები არის დასუსტებული და ცვალი განიცდის დეფორმაციას, ანუ ხერხემალზე მაქვს საუბარი განიცდის დეფორმაციას. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ იმით არ გამოიხატება ეს ყველაფერი, რომ მაგალითად ეს კუნთური სისტემა ვერ დაეწია ძვლის ზრდის პროცესს. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რომ ადამიანის ბრტყელი ტერფი ხომ არ აქვს, ან ბეჭის მიდამოში ასიმეტრია ხომ არ აქვს, ან უამრავი მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს სკოლიოზი, ანუ ხერხემლის გამრუდება. მაგრამ ახალგაზრდებში ყველაზე მეტად გავრცელებული არის ხერხემლის გამრუდება. პირველი და მეორე ხარისხის ხერხემლის გამრუდება იმდენად პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მესამე და მეოთხე უკვე რთულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე.
აუცილებლად ყურადღება ბოდიში ხდი ნიკოლოზ, მინდა გავამახვილო იმაზე, რომ აუცილებელია მივიღოთ ვიტამინები, როდესაც ხერხემლის განმრუდება გვაქვს, აუცილებელია პირველი მეორე ხარისხის დროს ვარჯიში დავიწყოთ. ზოგადად, სანამ ხერხემლის განმრუდებამდეც მივალთ, ვარჯიში უნდა დავიწყოთ. ვარჯიში ყოველთვის კარგია ორგანიზმისთვის და ჩვენი ცხოვრებისთვის ერთ სიტყვით რა. ტატა ყურადღება უნდა გავამახვილოთ აუცილებლად ხერხემალზე, სკოლიოზზე, გამრუდებაზე და სხვადასხვა პათოლოგიებზე, მაგრამ საკმაოდ ისეთი აღსანიშნავია თვალის დაავადებებიც და თვალის პათოლოგიები, რომლებიც საკმაოდ მოქმედებს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. აი მაგალითისთვის მე მაქსიმალურად ვცდილობ იმას, რომ ყოველთვის საჭესთან ვიქნები თუ კითხვის დროს სათვალის გარეშე, მოკლედ ეს პროცედურები არ ვაწარმოო, იმიტომ რომ საკმაოდ მეღლება თვალი და შემდგომ უფრო უარესობისგან მიდის მოკლედ ჩემი მხედველობის ხარისხი. აი ამ თვალის პათოლოგიებზე და მხედველობის პათოლოგიებზე რა შეგიძლია რომ გითხრა? რამდენად ვნებს ადამიანს გამოსხივება და კიდე ერთი შეკითხვა მაქვს, რომელი ტიპის გამოსხივება არის უფრო მავნებელი ადამიანისთვის, ლეპტოპის თუ ტელეფონის? ჩემი აზრით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ლეპტოპით დაკავდები თუ ტელეფონით დაკავდები, ხო? ორივე დიდ პრობლემას წარმოადგენს ადამიანისთვის, ორივე სახიფათოა თვალისთვის და ეს ტენდენცია წამოვიდა, რომ აი მოზარდი როდესაც იზრდება, რაღაცას უყუროს ტელეფონში, ანუ ეს არის ჩათვალე ძალიან დიდი პრობლემა საქართველოში, რომელსაც არავინ ხას არ უსმევს. ანუ შეკითხვა რომ იბადება ესეთი, რატო აყურებინებ, რატო არის ამდენი ხანი, ხო, სიტყვაზე. გეუნებიან, რომ უბრალოდ ბავშვი განიცდის, ბავშვი იქიდან გამომდინარე განიცდის ამ ყველაფერს, რომ არ არის საჭირო დაკავებული აქტივობებით. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოში და იმედია ეს ყველაფერი მალე გამოსორდება. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ეპიზოდიც დასასრულს მივახლოვ და საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ტატო ამ ყველაფრის გაზიარებისთვის. მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, ასევე გამოიწერეთ ტატოს Instagram-ი, რომელიც იქნება მითითებული აღწერაში. დააფოლოვეთ, საკმაოდ საინტერესო ეპიზოდებს დევს, საინტერესო სტორიებს დევს და თქვენს ყოველდღიურობას საკმაოდ წაადგება და ყოველდღიურ რუტინას ეს ყველაფერი.